ისრაელში აცხადებენ, რომ დღეს გამთენიისას ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა ირანმა ისრაელის წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა, მათ შორის არის საავადმყოფო სოროკა, რომელიც მდებარეობს ისრაელის სამხრეთით. ისრაელის თავდაცვის ძალების სამაშველო ჯგუფი გაგზავნილი არის დარტყმის რამდენიმე ადგილას. ამჟამად ზუსტდება დაშავებულთა რიცხვი, როგორც იერუსალიმ პოსტი აქვეყნებს ინფორმაციას, წინასწარი ინფორმაციის დაშავდა დაახლოებით 25 ადამიანი, თუმცა ეს რაოდენობა არ არის ზუსტი და ზუსტდება ამ ეტაპზე. ამავდროულად ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ღამით გამოაქვეყნა გაფრთხილება სოციალურ ქსელში, გამოაქვეყნა არაბულ და სპარსულ ენებზე, სადაც მოუწოდებდნენ თეირანის მახლობლად დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქებს არაქსა და ხონდაბის ევაკუაციისკენ. მონიშნული არის გაფრთხილების ზონაც. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. ღია წყაროებზე დაყრდნობით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არაქსში მდებარეობს მძიმე წყლის ბირთვული რეაქტორი და მისი წარმოების ქარხანა. მძიმე წყალი ხელს უწყობს ბირთვულ რეაქტორებს გაგრილებაში. სწორედ როგორც ისრაელში აღნიშნავენ, ეს არის მათი სამიზნე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაახლოებით 12 საათის განმავლობაში ირანში ფაქტობრივად მიუწვდომელი არის ინტერნეტი. ამის შესახებ NetBlocks-ი ავრცელებს ინფორმაციას. გლობალურად ინტერნეტის მონიტორინგის ვებგვერდი. დაზუსტებად რთულია იმის თქმა, თუ რატომ არ არის ინტერნეტი ირანში. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად ირანის ხელისუფლებამ შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს სხვა. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კომუნიკაციასთან დაკავშირებით ვრცელდება. ასევე ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი, რომელთა ცნობით პარასკევს უნდა გაიმართოს შეხვედრა მოლაპარაკებები ჟენევაში. ერთმანეთს უნდა შეხვდეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი უნდა შეხვდნენ ირანელ კოლეგას ჟენევაში და ბირთვულთან დაკავშირებით ბირთვულ საკითხზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება. როგორც ცნობილი არის, ამერიკის შეერთებული შტატები თანახმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და შესაძლოა, რომ ამერიკას ყავდეს თავისი წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებში. ოფიციალურად თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების სახელით არის ჯერჯერობით უცნობი.